და ეს თემა არის უშვილობა. სანამ შენ ბავშვზე ფიქრობ, ჯერ შენ თავი იპოვე. სად ჩერდება ქალი, სად აჩერებს საკუთარ თავს, რომ ურსულობა არ დგება. გავანაწილე პასუხისგებლობები. რა დავშალე, მოკლედ, ეს შიშები ეს რაღაცნაირად შინაგანად დავშვიდი და მომეხსნა. არაცნობიერში უკვე ეს ადგილი დაკავებული იყო. თუ ადამიანი არ ორსულდება რაღაც მომენტში, იქნება მას აწყობსო რა, ამ ორგანიზმსო რა, იქნებდა რაღაცას ისეც აკეთებ ხა შენ, რომ ამ არა დაორსულებით ორგანიზმი პირიქით სარგება. მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში ისწავლოთ, როგორ გავიგოთ, როგორ ვიგრძნოთ ჩვენი შვილი. ბავშვთან ურთიერთობა უკვე მოსაწყობ პერიოდში. ყველაზე გვიანი რა ასაკის ადამიანმა შეიძლება გააჩინოს. რატო სასურველია 35 წლამდე ძირითადად. მაქსიმუმ 40 წლამდე. ეხლა ვარ 40. ხდები 40-ის. მოგისმენთ? მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელი ეპიზოდი ცოტა სპეციფიურ თემაზე იქნება, რომელიც შეიძლება ახლა მასიურად ძალიან ყოველთვის გამოსადეგი არ იყოს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ მათთვის ვისაც ეს თემა აწუხებს, ძალიან შედეგიანი იქნება. და ეს თემა არის უშვილობა. აგერ მე ვარ ადამიანი, უკვე მიცნობთ, იცით, რომ არ მაქვს არანაირი პრობლემა რაღაც პირადი თემების გაზიარების და ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელიც არის, როდესაც ადამიანებს გინდა რა რაღაცაში დაეხმარო, ამიტომ გიზიარეთ ჩემ პირად ისტორიას და მგონია, რომ სამწუხაროდ გამოსადეგი იქნება განსაკუთრებით, როდესაც კიდე შემოგვერდება ჩვენი ფანტასტიკური სტუმარი, რეპროდუქტოლოგი, ფსიქოლოგი ლარისა პარკატი. მანამდე კი მოგიყვებით ჩემ გზას, მე ყავს ორი შვილი, მათ შორის სხვაობა არის 10 წელი და მოკლედ ეს 10 წელი არის ჩემი ეს 10-ვე წელი, მინდოდა მეორე შვილი და 10 წელი ვერ ორსულდებოდი. და 10 წლის თავზე, ოღონდ მარტო როდესაც გამოვიკვლიე ეს თემა, ყველაფერი შევისწავლე. მე უკვე მარტივად წავიდა ყველაფერი და მინდა რომ მგონია რომ არ მაქვს უფლება რომ არ გაგიზიაროთ ეს ყველაფერი განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვინც ცდილობთ რომ დაურსულდეთ და შვილი ყავდეთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი როგორი რთული განცდა არის ეს, არ არის მარტივი საუბარი უშვილობაზე, განსაკუთრებით თუ გამოცდილება გაქვთ არა ვიცი ანუ შეწყვეტილი ორსულობის მეც მქონდა მათ შორის და მინდა გითხრათ რომ ყველაფერი გამოსვლადია, როგორც კი ამ თემით კარგად დავკავდებით, ოღონდ არა მარტო ფიზიოლოგიურ დონეზე, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზე, რაც თვლი რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. და რადგან დღეს მე მისმენთ, ესე იგი თქვენ მზად ხართ, რომ ამ დაურსულების თემას შეხედოთ არასტანდარტული გზით, თუმცა მე თუ მკითხავ, ეს უფრო სტანდარტული გზა არის, ვიდრე ყველა ის რაღაც პროცედურა, რაც შეიძლება აქამდე გაგიკეთებიათ და გიცდიათ. გულისხმობ სამედიცინო კუთხით, რა თქმა უნდა. მოკლედ, მგონია რომ ადამიანმა ყველა ვარიანტში უნდა დაიწყოს, ვისაც აქვს აქ პრობლემა ამ ფსიქოლოგიური ნაწილით და მე უკვე ყველაფერი გამოვა. აქვე დისკლეიმერი, რა თქმა უნდა, მე არ ვარ ფსიქოლოგი, არ ვარ რეპროდუქტოლოგი, არ ვარ გინეკოლოგი, არ ვარ ექიმი, ამიტომ თუ მოусმენთ ამ ყველაფერს უბრალოდ ადამიანის პერსპექტივით, რომელმაც ეს ყველაფერი თავის თავზე გაიარა და ეს გამოცდილება მიიღო, მაშინ გააგრძელეთ მოსმენა რაღაც უფრო ინტერესის კუთხით. მე თვითონ ბევრ სპეციალისტთან დავდიოდი, მაგრამ ახლა შეჯამებით მოგიყვებით რაღაცებს, რამაც საბოლოო ჯამში ისეთი წარმატებული შედეგი მოიტანა. თავარი რითიც შემიძლია დავიწყო და ვთქვა, არის ის, რომ ყველაფერი რაც ხდება ტვინიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ხშირად გვესმის და მეც გამიგია, როდესაც ვთქვა ჩემთვის, მაგრამ სანამ ჩემ თავზე არ გამოვიცადე, რა თქმა უნდა, ესეთი დარწმუნებული ამაში არ ვიყავ. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა, რომ ადამიანი გახდეს დედა, არის ბუნებრივი მდგომარეობა და ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს დედა. არის ძალიან პატარა გამონაკლისები ფიზიოლოგიური, რომელიც ფაქტობრივად ისეთი გამონაკლისია, რომ არც ითვლება და არც ღირს რა ვახსენებ. რეალურად რაც ხდება, მოკლედ, ტვინის მთავარი თეორიაზე რო ვისაუბროთ რა, არის ის, რომ ჩვენი ქვეცნობიერი რაღაცას ინახავს, რის გამოც ჩვენ ვერ ვორსულდებით, ხო? ეს ქვეცნობიერი რაღაცნაირად რო აჩვენოს ის, რომ ცნობიერს, ხო ვერ გეტყვის შიგნიდან, ამიტომ ამას ყოველთვის გამოვლინებას აკეთებს რაღაცა ფიზიოლოგიური გზით, ხო? რაღაცა დაავადებით ან რაღაც პრობლემით, ასე შემდეგ. და ამიტომ ეს პრობლემა ყოველთვის ვლინდება ფიზიკურად. ამიტომ არის რომ შეიძლება ხანდახან იცახენ, რომ ეს მიზეზი არის ეს კისტოზი, მიზეზი არის ეს მონო რაღაცა ის. მაგრამ სინამდვილეში
თითქმის ყველაფრის მიზეზი არის ყოველთვის ფსიქოლოგიასთან კავშირში. ადამიანის რეპროდუქტიული სისტემა ძალიან ესეთი რთული სისტემაა, რომელიც ყალიბდება საბოლოოდ, როცა ადამიანი აღწევს იმ ასაკს, როდესაც თვითონ შეუძლია რომ შვილი ყავდეს. რა თქმა უნდა, ბავშვს არ შეიძლება ბავშვი ყავდეს, შესაბამისად, აქაც შეგვიძლია დავარწმუნდეთ იმაში, რომ რეპროდუქტიული სისტემა არის სრულად დაკავშირებული ფსიქოლოგიასთან, ფსიქიკასთან. და ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერ მკურნალობა ყოველთვის უნდა მაქედან იწყებოდეს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ადამიანს თუ რაღაც არ გამოსდის, არსებობს სულ სამი მიზეზი ამ არ გამოსვლის, ასე ვთქვათ. პირველი არის мотиваციის ნაკლებობა, მეორე არის რესურსების ნაკლებობა, ეს არის ფიზიკური თუ მატერიალური, მესამე არის ტვინში არსებული შემზღუდველი აზრები. უკინა რომ დავიწყოთ, რა არის ეს შემზღუდველი აზრები? ხშირად გაუცნობიერებლად ჩვენ ადამიანებს რაღაც ფიქრები გვაქვს ჩადებული ბავშვობიდან, რომელიც ვერც კი ხვდებით, რომ ჩვენზე მოქმედებს. მე მოვიყვან მაგალითს, მე ყავს ერთი მეგობარი, რომელიც ოდესღაც მითხრა, რომ რაღაცას ვეუბნებოდი, რა რაში ხარჯავ ახლა ფულსკო და მისი პასუხი იყო, რომ ფული არის ხელის ჭუჭყიო. და ანუ ავტომატურად ჩემთვის არ იყო რა ეს ფრაზა ისეთი ჩარჩენილი არ მქონდა მოკლედ, მაგრამ მას ეს იმდენად მქონდა ჩარჩენილი, რომ ყოველთვის როცა კი რამე შემოსავლი ქონდა, ეგრევე ცდილობდა ხოლმე, რომ მალე მოეშორებინა ეს ფული, იმიტომ რომ იყო ფული ხელის ჭუჭყი. იგივენაირად მოქმედებს რაღაც აზრები, რაც ოდესმე ჩაქრჩენია. შეიძლება ოდესღაც ბებიას ნათქვამი აქვს, რომ ისე რთულად ვიმშობი, რომ კინაღამ მოვკვდი. ან შეიძლება ოდესმე ნათქვამი აქვს ვიღაცას მეზობელმა მოყვა, რომ მე რართული ამდენი ბავშვების გაზდა ჯობია საერთოდ არ გამეჩინა. ან რომ არ გამეჩინა ამდენი ბავშვები, მე უფრო წარმატებული კარიერა მექნებოდა შემოსვალი ასე შემდეგ. პირველი რაც არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ აზრების დამუშავება. ძალიან კაია თუ შეძლებთ, რომ აი ესე ჩამოწეროთ ის შეზღუდველი აზრები, რაც ოდესმე დაიწყეთ წერა და თავის გაგახსენდებათ, რაც კი ოდესმე გაგიგეთ და რა არის აზრები, რაც გზღუდავთ იმ გზაზე, რომ გახდეთ მშობელი. დამუშავება ძალიან მარტივად ხდება, უნდა და ჩამოწეროთ ეს თქვენი აზრით. მე მაქვს ილუზია, რომ ეს, ვისგან გაქვთ ეს აზრი დაწეროთ, რა ემოციას იწვევს თქვენში ეს ფიქრი, როგორ მოქმედებს ეს აზრი თქვენ ცხოვრებაზე. და შეიძლება თუ არა პლუსები მიიღო ამ რაღაცისგან, სხვა გზით, მაგალითად, ხო, პირობითად არ ვაჩენ შვილებს იმიტომ, რომ მინდა რომ აზრი არის ეგეთი, რომ არ მექნება დიდი შემოსავალი, როგორ შეიძლება გქონდეს შემოსავალი, ის რომ არ გქონდეს შეზღუდვა შვილების გამო. და მე დაწერეთ ამ შეზღუდველი აზრის უარყოფა დეტალურად და საპირისპირო სწორი აზრი ჩამოაყალიბეთ. ანუ აი ესე შეგიძლიათ დაამუშავოთ თითო აზრი, ძალიან ეფექტურია, დამიჯერეთ, მე დამუშავებული მაქვს და მართლა ძალიან გირჩევთ. მეორე თემა, რას თქვით, არის мотиваციის ნაკლებობა. ძალიან საინტერესო არის мотиваციაზე, თუ ვიპოვე ახლა მინდა ამასაც მოგიყვებით. არსებობს რამოდენიმე мотиваციის კატეგორია. პირველი არის ადეკვატური мотиваცია. ხშირად მეკითხებიან ხოლმე რა мотиваციაზე, რომ რაღაცა რამდენად მნიშვნელოვანია წარმატებაში. ძალიან მნიშვნელოვანია და დედობაშიც და დედა რო გახდეთ, ეს мотиваციაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, სამი ტიპის мотиваცია. პირველი ადეკვატური мотиваცია. ჩამოწერეთ ისე, სანამ ჩამოგითვლით, ჩამოწერეთ, თუ გააპაუზეთ ეს ვიდეო, ჩამოწერეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ, რომ ყავდეთ შვილი. და მე შეაფასეთ ეს 10 მიზეზი ჩამოწერეთ, ეს 10 მიზეზი შეაფასეთ. აი ამ სამი პარამეტრით. ადეკვატური мотиваცია არის ეხება მხოლოდ ბავშვს. რა ჩვენ გვინდა ყავდეს შვილი, იმიტომ რომ უბრალოდ გვინდა რომ ყავდეს შვილი, გვიყვარდეს და უბრალოდ გვაქვს გასაცემი, მოკლედ ეს სიყვარული და გვაქვს ამის რესურსი. მეორე мотиваცია არის კომპენსატორული. მაგალითად, კარგი რაღაცა პირველი შვილთან კარგად არ გამომივიდა დედობა და აი ამ მეორეს სხვანაირად გავუსდი ხო კომპენსაციას გავუკეთებ ასე ვთქვათ. ან მაგალითად მე ბავშვობაში მაკლდა რაღაც და იმიტომ რომ მინდა შვილი, რომ აი ამას ყველაფერი ისეთი კონდეს, რომ ავანაზღაურო ხო კომპენსაცია გავუკეთო ჩემ ბავშვობას. ეს კომპენსატორული мотиваცია და მესამე არის манипуляტორული. მაგალითისთვის, გინდა რამით რაღაცა მიაღწევ. პირობითად ურთიერთობა გაფუჭებული არის მეუღლესთან და მოდი მინდა რომ აი ამით რაღაც გაუმჯობოს ეს ურთიერთობა. ასევე არის ის რომ არ ვიცი ეს ალბათ ამ კატეგორიაში, მაგრამ ერთი შვილი თუ ყავს, მინდა რომ მეორე ყავდეს, რომ მარტო არ იყოს და ერთად რაღაცა დაძმანი იყვნენ. ან მაგალითად ბებია ბაბუებს არ ყავთ შვილები და მინდა რომ შვილიშვილი ყავდეთ. მოკლედ, კარგად ჩამოწერილი სია შეაფასეთ და ტვინით გადახაზეთ, ამოხაზეთ ყველა ის мотиваცია, რაც არ არის ადეკვატური. ერთადერთი мотиваცია, რომ ყავდეს შვილი ადამიანს არის ის, რომ გინდა რომ გასცეს სიყვარული და ყავდეს შვილი უბრალოდ, იმიტომ რომ ყავდეს, ანუ დანარჩენი ეს ყველა мотиваცია
არ არის ის რაც გეხმარებათ მოკლედ და ჩამოწერეთ სხვანაირად როგორ შეიძლება რომ მიაღწიოთ მაგას ბავშვის გარეშე რომ ბავშვი არ დაავალდებოთ მომავალ ბავშვს არ მიცეთ ვალდებულება რომ შენ იმიტომ მოდიხარ ჩემთან რომ მაინდა-მაინც არ მინდა რომ მარტო ვიყოს სიბერეში ან მაგალითად კისტა მაქვს და ვიცი რომ ბავშვს თუ გავაჩენ კისტას არ ვიცი მე სამედიცინო თვალსაზრისით მაგრამ ნუ მსვენია ხო რაღაც პრობლემა გინეკოლოგი როცა არის რაღაც ბავშვის გაჩენა ხშირად რეკომენდაციად არის ხოლმე ამოიჭარით ეს კისტა და ბავშვს ნუ დაავალდებულებთ რომ მოკლედ ეგ იყოს გადამწყვეტი თქვენი პრობლემების ესე რას ვაკეთებთ მარტო ვტოვებთ ადეკვატურ мотивაციას და მაგაზე ვფიქრობთ და მაგაზე კონცენტრირდებით რაც არის არაადეკვატური სხვა გზებით ვცდილობთ რომ შევანარჩუნოთ ვიპოვოთ თუ გვინდა რომ ჩვენ შულს ყავდეს ვინმე გვერდში ახლო ურთიერთობა დაუყარეთ ბიძაშვილებთან და იდაშვილებთან მეგობრები შეუძინეთ და დაეხმარეთ და ასე შემდეგ შემდეგი რას ვთქვით არის რესურსების ნაკლებობა მორალური და ფიზიკური ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა იმიტომ რომ იმისთვის რომ ბავშვი მოვიდეს შენთან რა თქმა უნდა გქონდეს ამის მორალური და ფიზიკური შესაძლებლობა არსებობს მეორადი სარგებლები იმისა თუ რატომ არ ჩდებიან მოდიან ჩვენთან ბავშვები ეგეც ჩამოწერეთ აბა დაფიქრდით რა არის ის რის გამოც შეიძლება თქვენ ოშულობა ადგებოდეს თქვენ ორგანიზმს მაგალითად შეიძლება ის რომ ხშირად დადიხართ ექიმებთან ამოწმებთ თქვენ ჯანმრთელობას უვლით თქვენ თავს ეს არის მეორადი სარგებელი თქვენი ორგანიზმისთვის და როგორც უშულობა შეწყდება და დაორსულდებით შეიძლება ორგანიზმს აღარ გქონდეს ამის мотивация და ანუ სხვანაირად წავიდეს. მოკლედ, მნიშვნელოვანია რომ აი რაღაცნაირად კარგად გავიაზროთ, რამდენად ვართ რესურსში იმისთვის, რომ ჩვენთან მოვიდნენ შვილები. შემდეგი თემა, რასაც ასევე ვიტყვი, არის შფოთვა და ღელვა და შიში აქვე. დავიწყებთ იმით, რომ რა ერთიანებს ყველა ქალს, ვინც ვერ სულდება, შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ ძალიან ხშირად უმეტესობა არის ზედმეტი კონტროლის მოყვარული ადამიანი. მე ვისაუბრებთ ამაზე ჩვენ სტუმართანაც, მაგრამ აქ ორი სიტყვით ვიტყვი, იმიტომ რომ მეც ამ კატეგორიაში ვარ. ადამიანები, რომელთაც ცდილობენ რომ ყველაფერი აკონტროლონ და მარტივად უჭირთ მინდობა. ანუ ორსულობა და მშობიარობა არის ერთადერთი ალბათ. ანუ ერთადერთი არა, ბევრი არის სხვა კიდე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოუცნობი რაღაც, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს. დაუდგენელია, როდის დაორსულდება ადამიანი, დაუდგენელია, როდის როგორ ჩავლის ორსულობა, არარეალურია, რომ იცოდე და აკონტროლო, რომ იმშობიარებ, როგორ შვილები გეყოლება თუნდაც, ხო, რა თქმა უნდა. და რაც თავარია ყველაზე ძალიან რაც ადამიანში იწვევს, არის რომ ორსულობას და მშობიარობას აქვს კავშირი სიცოცხლესთან, ხო? რაღაცა სიცოცხლეს სიკვდილის საკითხი არის განსაკუთრებით ისტორიულად თუ მოვყვებით დღეს, რა თქმა უნდა, ნაკლებად არის ეს. ამიტომ ვერასოდეს ეს თემა ვერ იქნება სრულად დამოკიდებული ადამიანზე. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ ღმერთისნება და ბედისნება და მოკლედ უფრო მაღალი რაღაცის ვიდრე იმისა, რაც შეგვიძლია ადამიანებმა ვაკონტროლოთ. შესაბამისად, აქ ძალიან მნიშვნელოვანია აი კონტროლის გაშვების სწავლა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინდობა და შეიძლება დაწყება აი ამ პატარა ნაბიჯებით სხვადასხვა სფეროში ცხოვრების, რომ ნელ-ნელა გაუშვათ კონტროლი, მაგალითად, რა ვიცი, შემოუშვათ რა, წახვიდეთ სალონში და ისე შეიჭრათ თმა, რომ სარკეში არ ჩაიხოდეთ ერთხელ და რაც გამოვა. ეს ისე პატარა მარტივი მაგალითით ვიძახი, რა თქმა უნდა. რაც შეეხება შიშებს, ზოგადად შიშები თავისი სტრუქტურით ძალიან მოქმედებს ორსულობაზე და ორსულებაზე, იმიტომ რომ გამოიხატება ნერვიულობაში, შფოთვაში, ზოგადად საკმაოდ ძლიერი ემოცია და შიში არ არის ის რაღაც, რასაც უნდა დაემალო და თვითონ დაამალო, შეკუჭო სადღაც და არ ებრძოლო, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი შიშების დამუშავება. მე რაღაც მომენტში მაქვს, რა თქმა უნდა, ბევრი შიშები და ერთბერდი ვაიგნორებდი შიშებს. მე ვისწავლე ამ შიშებზე საუბარი გამოტანა გარეთ დამუშავება და მივხვდი, რომ ბევრად უფრო მარტივად მიდიოდა ეს ჩემი პროცესი. მე გთავაზობთ ძალიან კაი სავარჯიშო არის, რომ რაღაცნაირად ეს ჩამოწეროთ თქვენი შიშები და თავიდან ვთქვათ, რომ აი რის გამოც მოკლედ შიში ხდება, არსებობს სამი მიზეზი, ხო? ერთი პირველი შიში არის, რომ რაღაცაზე არ გვაქვს კონტროლი ადამიანებს, მეორე შიში არის, რომ დაირღვეს მიჩვეული სტრუქტურა სამყაროსი, ხო, რასაც მიჩვეულები ვართ და მესამე, რომ არ გქონდეს რაღაცა რესურსები, როგორ გავუმკლავდებოდით ამ სიტუაციას.
ძალიან მნიშვნელოვანია სამივე ნაწილი რომ დავამუშავოთ. პირველი შიში რომ დაგვარგო კონტროლი, ეს ის შიშია, სადაც უნდა ვაღიაროთ, როგორც თქვით, კონტროლის შემთხვევაში რომ ადამიანს ყველაფერი არ ექვემდებარება. თუმცა რაც ექვემდებარება, ის შეგვიძლია რომ გავანაწილოთ პასუხისმგებლობა, იყოს ეს რაღაც ჩვენი პასუხისმგებლობა, ექიმის, მეუღლის, იმის ამის განაწილებაც ძალიან კაი ის არის გამოსავალი შიშებთან ბრძოლაში. მეორე, რომ შიშამ სხვანაირ სამყაროში აღმოჩნდებით, შეიძლება ბავშვი რომ მოვა სხვანაირად იქ ისე ვეღარ ვიმუშავებ, მოიწევს სამსახურის ცვლილება, შემოსავალი არ მექნება, აი ეგეთი შებიც არის ხოლმე დიდი დოზით. აქ უბრალოდ უნდა მივიღეთ მოცემულობა, რომ სამყარო სულ იცვლება. ამიტომ არ არის ეს დამოკიდებული იმაზე, ბავშვი მოვა თუ არ მოვა, სამყარო სულ შეიცვლება და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის ეგ. მესამე არის, რომ როგორ უნდა მივიღოთ ის რესურსები, რომ გავუმკლავდეთ რაღაც თემებს, ეგ ახლა არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შეგვიძლია რესურსების გადანაწილება, შეგვიძლია დახმარების თხოვა, შეგვიძლია პასუხისმგებლობის გადანაწილება და აქ თავაზობთ, რომ აი რაც კი რამე შიში გაქვთ, ისეთი გაფილტროთ იმ კუთხით, რომ ვის დაიხმარდით ამ შიშთან ბრძოლაში, რომ გაანაწილოთ რესურსები რა. ჩემ მაგალითს მოვიყვან. მე მაქვს ძალიან დიდი შიში აცრების, მე არ ვიცი ძალიან. ჩემი შიში მიუხედავად რომ ვიცრები მეც და ბავშვებიც იცრებიან, მაგ აი განსაკუთრებული შიში აცრების რა და ესე გავწერე პირდაპირ რა, რომ ჩემი შიში ბავშვებზე აცრას ცუდი შედეგი აქვს და შეიძლება რამე დაავადება გამოიწვიოს. დავარქვი სახელი, ეხაც ვიძახი, არ მსიამოვნებს, მაგრამ მაინც ვიძახი. მერე ის რომ რა არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ დავაკვირდე ბავშვს, ვატარო ექიმთან, განვითარებაზე რაღაცა ვიზრუნო. მერე შემდეგი დავწერო, რა არის ექიმის ნევროპათოლოგის ხო, ანუ ეს არის პასუხისმგებლობა, დააკვირდეს, გითხრას ის. მამის პასუხისმგებლობა, რომ რაღაც გავუნაწილო ეს ჩემი მენტალური დავალება. და ბოლოს ვეტი, რაც არ უნდა ვაკეთო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის ნება, ამიტომ ეს არის რაღაცები, რასაც შენ ვერ აკონტროლებ და ესეც მოხდება. აი როგორც კი ესე შლი ყოველას შიშს და ნერვიულობას, რაღაცნაირად წყდარდები, რომ მარტო არ გიწევს ყველაფერთან გამკლავება, რა თქმა უნდა. ბოლოსკენ ჩემი მონოლოგის მინდა ერთი რაღაც გითხრათ, რაც არ არის მარტივი, მაგრამ გონია რომ ჩემ გზაზე ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც მომენტში შეიძლება დავუშვათ, რომ შვილები არ გვეყოლება. ეს აზრი, მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავუძლოთ ამ იმედგაცრუებას, გავუძლოთ ამ გულის ტკივილს, ყველა ემოციას, რაც ამ აზრმა შეიძლება მოიტანოს. და ის თვითონ თქო რომ ამ სიტუაციის მიღება არ ნიშნავს დანებებას ან წაგებას. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუშვებთ, რომ ეს შეიძლება ეგრე იყოს. მე ძალიან მიტოდა მეორე შვილი და რაღაც მომენტში დავუშვი, რომ შეიძლება არ მყავდეს მეორე შვილი, შეიძლება მყავდეს ერთი შვილი მხოლოდ, რაც ჩემთვის მაგაზე მეტი საჩუქარი რა გინდა ადამიანს. თუმცა თუ არ ყავთ საერთოდ შვილი, ეგეც შეიძლება გააკეთოთ მაგის დაშვება. როცა შედიხარ, მოკლედ აი ამ მდგომარეობაში, რომ უშვებ ყველაფერს, რაც შეიძლება სამყაროში მოხდეს, სინამდვილეში აღებ კარს იმისთვის, რომ ორსულობაც მოდის. იმიტომ რომ როდესაც უშვებ სასწაულს და უშვებ იმას, რომ შენ ხელში არ არის ყველაფერი და რაღაცნაირად მინდობისკენ ხარ მიმართული, ყოველთვის არის ხოლმე აქედან რაღაცა პოზიტიური შედეგი. მოკლედ რომ თქვათ, ძალიან მაგარია თუ შეძლებთ, რომ აი ამ თემას ცოტა სხვა პერსპექტივით მიუდგეთ. არა მხოლოდ, ვიცი დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ სტანდარტული გზა რაც არის ეს წამლები, პროცედურების ეს გავლილი გექნებათ, მეც ბევრი წელი გავდიოდი ამ გზას. მაგრამ გონია რომ როდესაც ჩვენი ტვინით ვიწყებთ ამაზე მუშაობას, მართლა გმირები ვართ. იმიტომ რომ ბევრთ უფრო მარტივია რომ რაღაც ერთი წამალი და პროცედურა გაიკეთო, ვიდრე ის რომ აღიარო რომ რაღაცა თემა შეიძლება ტვინში იყოს და ძალიან დიდი შრომა საკუთარ თავში შეძრომა, ძალიან დიდი შრომა ამოღება იმ რაღაცების, რაც შენ გზღუდავს იმისთვის, შენ გზაზე დედობისკენ და ყველა გმირები ხართ ჩემ თვალში, მეც ვთვლი რომ მეც გვირი ვარ ამ გზაზე, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე დავამუშავა ეს თემა და მინდა გითხრათ რომ შედეგით სახეზე მყავს ფანტასტიკური შვილი და მინდა გიცოდეთ რომ ძალიან რეალური არის ეს ყველაფერი. სანამ შემდეგ ჩემს სტუმართან გადავალ, იმასაც ვიტყვი რომ რაღაც მომენტში ეს ჩვენი
ეს რაღაც ჩემი გავლილი გზა გავაზიარე WhatsApp ჯგუფში რამოდენიმე გოგოსთან ერთად, მე მგონი 50 გოგო ვიყავით იმ ჯგუფში და ეს სავარჯიშოები, ეს თემები განვიხილეთ დეტალურად. ეხლა ვერ მოვასწარი ყველა რა თქმა უნდა, თუმცა Spotify-ზე და Apple-ზე მიდევს აუდიო პოდკასტები და იქ ჩადაწერი მაქვს შარშანდელი, სადაც ძალიან დეტალურად არის თავის დავალებებით და ყველაფრით. და რო გავიარეთ რამოდენიმე თვეში ერთ-ერთმა იქიდან მომწერა რომ 200 ვარ. და ეს იყო შოკი, იმიტომ რომ აი ბევრი წელი არ ორსულდებოდა და მან მივხვდი რომ აი რამხელა ძალა აქვს იმ მომენტს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე იწყებს მუშაობას. მადლობა რომ მომისმინეთ, იმედია ძალიან არეულად არ ვისაუბრე, იმიტომ რომ ცოტა მივიწყებული მქონდა ეს თემა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩემს სტუმართან ერთად უფრო კარგად გავიხსენებთ და სარგებლიანი იქნება თქვენთვის ეს ეპიზოდი. მადლობა. ქალბატონო ლარისა, დიდი მადლობა რომ მოხვედით. დღეს არის ჩემთვის განსაკუთრებული ეპიზოდი, იმიტომ რომ ეს თემა არის, რასაც გული მინთია, ბევრი წელია, რაც მე თვითონ გამოვიარა ეს უშვილობის გზა და მინდა წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი, ქალბატონი ლარისა პარკაძე, რომელიც არის კლინიკური ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, ასევე ტრანსცენდენტული მედიტაციის მცოდნე და პრაქტიკოსი ადამიანი და რასთავარია, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ ნეონატალური ფსიქოთერაპევტი, რომელიც არის ძალიან იშვიათი მე ესე მგონია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მე თვითონ, როდესაც ვიყავი ამ უშვილობის გზაზე, 10 წელი მქონდა ეს პერიოდი, პირველი შვილიდან მეორე შვილამდე ჩავარდნა მქონდა 10 წლიანი, ახლა შეიძლება ჩავარდნა დაუძახოთ, შეიძლება პირიქით საჭირო დრო იყო. და მოკლედ ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენერი პროფესიონალი. მადლობა ნიჩკა, ძალიან სიამოვნებაა, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მშობელი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ამაზე ალბათ მაგ თემას ალბათ შევეხოთ, აი მშობელთა სკოლაზე მომზადება ორსულობისთვის, მშობიარობისთვის და როცა მშობელი არის ჩართული მაგ პროცესში, მარტო როგორც აი ექიმი და უშუალოდ პროფესიონალი ზუსტად უშუალოდ ის ადამიანი, რომელიც უკვე ის გზა გაიარა და იცის რა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს საქმეს აკეთებთ და დიდი სიამოვნებით, რომ დამირეკეთ და ვნახეთ თქვენი პოდკასტები და თქვენი თემები. დიდი სიამოვნებით. მადლობა. თან დღეს უნდა განვიხილოთ ისეთი საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ვიწროა, მაგრამ არც თუ ისე ვიწრო პრობლემა არის ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვათა შორის არ ვიცი. თქვენი აზრით რატო არის, რომ მე მგონია რომ რაღაც ამ ბოლო დროს ბევრად უფრო ზოგადად უშვილობა არ არის თემა, რომელზეც ადვილად შეიძლება ილაპარაკო და ძალიან ემოციურია ყველა ადამიანისთვის ეს თემა, ვისაც შეხება ქონია, მე თვითონ მახსოვს 10 წელი რომ მინდოდა ძალიან რომ ორსულად ყოფილიყავი, აი ყველგან ქუჩაში სულ ვამჩნევდი ორსულ გოგოებს და ანუ გულით კიოდე რომ შენ არა ხარ ხო? სხვათა შორის მე პირიქით ვაკეთებდი რომ აი რაღაც მადლობებს მე ისე მადლობებს წერდი. რომ მადლობა რომ ის ორსულად არის და მე მგონია რომ ნელ-ნელა რაღაც ბევრი ნაბიჯებით მივედი, მაგრამ არ არის მარტივი თემა სასაუბრად, თუმცა მეჩვენება თუ არა რომ დღეს ეს უშვილობის პრობლემა უფრო აქტუალურია ვიდრე ადრე იყო? კი. რა თქმა უნდა. ადრე ეს ბუნებრივი პროცესი იყო უფრო ვიდრე ახლა. ადრე ნუ რა ვიგულისხმობთ 10 წლის შეიძლება წინ არა უკვე აი 90 წლებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის და უკვე ჩვენ დროში ეს პროცესი უფრო გააქტიურდა ვიდრე დაუშვა მანამდე. იმიტომ რომ ეს ძირითადად ქალის დანიშნულება იყო შვილის გაჩენა. ეხლა უკვე ეგრე არ არის. ჯერ ერთი თვითონ ქალის სტატუსი და ქალის შინაარსი უფრო ფართო არის. ქალი მარტო დედა არ არის და მარტო ცოლი არ არის. ქალი ძალიან დიდი პრეტენზია აქვს და ალბათ კარგია რომ სოციალური პიროვნება და ამიტომ ძალიან ხშირად არის მომენტი რომ თან ანუ გათხოვდი, ანუ უნდა გათხოვდეს და უნდა შვილი გააჩინო, მაგრამ მზად არ არის ამისთვის. ან შინაგანად არ უნდა ჯერ, ან არ იცის რა არის. იმიტომ რომ ნახეთ ოჯახის ინსტიტუტი როგორი იყო. ძირითადად ქალი უკვე მე დაუშვათ რომ გათხოვდებოდა.
დედამთილთან მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა ბეიბი, სხვადასხვა თაობის ხალხი ცხოვრობდნენ ერთად და ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რომ სწავლობდნენ სად იყო მაშინ მშობელთა სკოლა არა ეგ იყო მშობელთა სკოლა ეს იყო მშობელთა სკოლა ბუნებრივად აბსოლუტურად მიდიოდა პროცესი სწავლობდნენ ერთმანეთისგან ქალები ერთად იკრიბებოდნენ და ეს ბუნებრივი პროცესი იყო ქალი რომელიც არ გააჩინა ბავშვი იმ დროს და არ გათხოვდა რაც არ უნდა სოციალური პოზიცია დაიჭიროს არ ითვლებოდა რომ სრულყოფილი მივხვდი თანამედროვე დროში ეგრე არ არის ჩვენ პირიქით ვამბობთ რომ სანამ შენ ბავშვზე ფიქრობ ჯერ შენ თავი იპოვე ჯერ გახდი სრულყოფილი პიროვნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მერე მზად თუ ხარ შვილისთვის მიდი გააჩინე ბავშვი ან ნუ იფიქრე წვილი ან პარტნიორი ან თვითონ ქალი ან ნუ მამაკაცი მარტო მამაკაცი არ ფიქრობს შვილზე და ბავშვზე იშვიათია ეგრე მაგრამ ქალისთვის ეს დედობრივი ინსტინქტი რა თქმა უნდა ჩადებულია ბუნება ქალის და ამიტომ ეს რა თქმა უნდა მოთხოვნა აქვს. თავდაპირველად მაგ ლოგიკით შეიძლება ვთქვათ რომ თუ ადამიანი მაგათად დღეს ვერ ორსულდება ნიშნავს რომ ის არ არის მზად ორსულობისთვის ჯერ. არაცნობია ხშირ შემთხვევაში თუ ფიზიოლოგიური დარღვევები არ არის რაღაც პროცესი და ხშირად ხდება სხვათა შორის ეს უკვე რომ ექიმი ამბობს რომ ფიზიკურად აბსოლუტურად ყველაფერი ჯანსაღია, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ორსულობა არ დგება. აქ არის ნახე შინაგანი კონფლიქტი. ტვინით, ასე ვთქვათ, შეიძლება ლოგიკით ან სურვილით, ზედაპირულ სურვილით ქალს უნდა ან ოჯახს უნდა ერთი ბავშვი მეორე მესამე მაგრამ რაღაცა აჩერებს შეიძლება ცნობიერად შეიძლება არაცნობიერად თუ ფსიქოლოგი იმუშავებს იქ აუცილებლად ჩვენ მივდივართ იქამდე სად ჩერდება ქალი სად აჩერებს საკუთარ თავს რომ ორსულობა არ დგება აი თქვენ შემთხვევაში მაგალითად რა ხდება? აი ჩემ შემთხვევაში მე ახლა мотиваციაზე თქვით რატომ უნდა ბავშვია შეიძლება ზედაპირულად თუ და მე მაგალითად მახსოვს რომ რაღაც სია ჩამოწერე мотиваცია რა იყო ჩემი 10 მიზეზი დავწერე ანუ თქვენ მუშაობდით უკვე საკუთარ თავზე მე მინდა ვთქვა რომ ამ სამუშაოდან დამსახურებით დავარსებდი მაგრამ ნუ ჩემი მიზეზი ის იყო რომ რესურსი არ მქონდა იმიტომ რომ მე მყავდა ბევრი შვილები ტვინში ანუ მე ძალიან მინდა მოგეთ გოგო შვილი და ჩემ ტვინში ჩემი და ჩემი შვილი იყო დედა ჩემი შვილი იყო ანუ ძალიან დიდი ის სანამ არ გავუშვი მოკლედ და ვთქვი რომ ჩემი და არის თავის პატრონი ჩემი ასე შემდეგ მაგრამ რა ჩამოწერე ეს მოკლედ სია мотиваციის ახლა რო ახსენეთ რატო შეიძლება ადამიანს უნდოდეს ნუ ზედაპირული мотиваცია ჩემი мотиваცია დიდი იყო მე ბოლოს მივხვდი იმას რომ სინამდვილეში ერთადერთი мотиваცია ალბათ არის ის რომ უბრალოდ გინდა რომ ყავდეს შვილი და გიყვარდეს თორე ის мотиваცია რომ ჩემ შულს უნდა რომ ძმა მინდა რომ ყავდეს რომ მარტო არ იყოს ან გავახარო დედა და მამა რომ ბებია და ბაბუა იყვნენ ან ის რომ მე ჩემთვის არა მე სხვისთვის დედისთვის ბაბუასთვის ბებიისთვის აი ეს სჭირდება ეგრე ოჯახს ან არ სჭირდება ან შენ რო ცხოვრობდი ალბათ ერთ შვილი რო ყავდა ანუ კი 100% აქ არის ნიუანსი ძალიან კარგად თქვით ნინჩკა რომ ჩემი შვილი იყო დედა ჩემი შვილი იყო და ნახე არაცნობიერში უკვე ეს ადგილი დაკავებული იყო და ხშირად ხდება სხვათა შორის ეს ძალიან ხშირად ხდება მაგალითად რატომ ვერ პოულობს ხშირ შემთხვევაში უფრო ქალთან ვიდრე მამაკაცთან იმიტომ რომ ქალში უფრო ეს დედობრივი ინსტინქტი და ეს ზრუნვის ინსტინქტი ბუნებრივად უფრო განვითარებულია ვიდრე მამაკაცში აი მზრუნველი ანუ იზრუნოს ანუ სიყვარული გინდა რომ რაღაცა შექმნა კომფორტული სიტუაცია ანუ ეს უფრო ქალში ვიდრე მამაკაცში და უკვე ქალი ეძებს ობიექტს ასე ვთქვათ და ძალიან ხშირად არაცნობიერში უკვე ეს ადგილი დაკავებულია სხვათა შორის როცა ქალი ვერ პოულობს პარტნიორს
ძალიან ხშირად როცა ვიწყებთ მუშაობას, მივდივართ იქამდე, რომ ის ადგილი, პარტნიორის ადგილი, ფსიქოლოგიური ქმარი შეიძლება იყოს ძმა, შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს მეზობელი, ანუ ის შეიძლება იყოს ძაღლი სამწუხაროდ. მივხვდი, მესმის ზუსტად, რომ ადგილი უკვე დაკავებულია და კი, გინდა რა თქმა უნდა ეს ლოგიკით, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩვენი ლოგიკა ეს მარტო ზედაპირია, თუ ფროიდის ენით ამ აისბერგის ძალიან პატარა ნაწილია და ის შიგნით რა ხდება ძალიან სერიოზული პროცესი. და თან შეიძლება რაღაცნაირად კიდევ ჩემი ერთი თემა რაც იყო დამატებითი იყო, რომ მე ვარ ეს რაღაცა პერფექციონისტი, რომელსაც მინდა რომ ყველაფერი ვაკონტროლო. და აი ჩემთვის ყველაზე სხვადასხვა აი წინა პოდკასტი გქონდა ზუსტად ფრენის შიშა რა, ეგეც რაღაც პატარა დოზით გქონდა და იგივე არის მანდაც რა, როდესაც გინდა რომ აკონტროლო, როგორ დაფრინავს თვითფრინავი. ანუ ეს ხო არარეალურია, როგორ შეიძლება შენ აკონტროლო. გინდა რომ აკონტროლო ეს პროცესი, რომ მაგალითად მინდა რომ შვილი მოვიდეს ჩემთან. და მან ყველაზე რთული არის გამოსვლა, იმიტომ ხშირად ადამიანები, ვისაც აქვს პრობლემა უშვილობასთან, არიან ძალიან რეალიზებული ქალები, რომელსაც ყველაფერი დაალაგებული აქვს და აკონტროლებენ ყველაფერს. რეალიზებული, მაგრამ ამ აქვთ ძალიან ბევრი მიზნები. აი ეხლა დისერტაცია, აი ეხლა რაღაცა პროექტი, აი ეს რაღაცა, მოდი აი ამ თვეში არა შემდეგ თვეს. აი ორსულობა იყოს, აი ხო, ანუ იყოს 2 თვის შემდეგ. თან იცით როგორ ყველას ადამიანს, თანამედროვე ადამიანს აქვს თავისი მიზნები, ნებისმიერი ქალი დაუშვათ, ხო, რაღაც სოციალურ ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ თუ ძლიერი ინტელექტი და ძლიერი ჩვენ ვამბობთ უკვე ესეთი ტერმინი გვაქვს ემოციური ინტელექტი, ანუ სურვილი ძლიერია, აქ ნახე რა ხდება. კი, მე მინდა დაუშვათ მშობელი გავხდე, მაგრამ აი ახლა აი დაუშვათ მაგ დისერტაციის დაცვა უფრო საინტერესოა. და სურვილი აქ უფრო ძლიერია. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში უფრო ძლიერი ვიდრე აქ. და არ დგება ეს უსულობა. და ისიც ხო არ არის, რომ მაგ მომენტში, როცა იმიტომ დისერტაცია ხო შენ ხელშია, პრინციპში დაწერ და იცი რა, ანუ ბავშვთან ერთად დაწერ. საქმე იმაშია და ხშირად ხდება, როცა მიდის მუშაობა აი ესე ფსიქოგენურ უშვილობაზე, როცა ყველაფერი ის ან უკვე ორსული ქალი მოდის და შიში აქვს, რომ აი მოულოდნელად მოხდა ეს, დაუშვათ ფიქრობდა რომ მეერე და ეხლა დაურსულდა, ან რაღაცა, შიში აქვს რომ ბავშვი შეუშლის ხელს, მერე როცა უკვე სხვანაირად მიიღებს თავის ხელს, თავის ორსულობას, თავის შვილს, მიხვდება რომ აქ შვილი პირიქით, ბავშვი პირიქით ეხმარება და მიხვდება და ისწავლის როგორ გაიგო, რანაირად ეხმარება შენ მოცელში ბავშვი, შენ ცხოვრება ბისთვის აქ დედამიწაზე, აი მაშინ ნამდვილად ქალი უფრო წარმატებულია სხვათა შორის დაქვეს საქმეში. და მე ანუ ხა გისმენდით და ჩემ თავზე გამეცდა მახსოვს რომ დავიწყეთ მოკლედ ფიქრი მე რაშულზე, ჩემ მეგობარი მალაიზიაში თხოვდება და ვფიქრობდი, მოდი ჯერ არა, იმიტომ რომ ჯერ იმ ქორწილში უნდა წავიდე, მე ბარემ დავისვენებ სანამ ორსულობ და ანუ ისე დავგეგმე, იმიტომ რომ მე ვარ ეს კონტროლ ფრიკი, რომელიც უნდა რომ ყველაფერი აკონტროლოს, მაგრამ სინამდვილეში მივდივართ იქამდე რომ ორსულობა და მშობიარობა არის ყველაზე არაკონტროლირებადი სფერო სამყაროში, იმიტომ რომ არასდროს აი ყველაფერი მართლა მე ჯერა და არის ღმერთის ნება, იმიტომ რომ არანაირად არიცი, აი ორსულობა დაორსულდები, ხო, მაგრამ მშობიარობა როგორ ჩაივლის, არავინ ხო წინასწარ არ ვიცით. ამიტომ ეს ჩვენი ტვინი, რომელიც მიჩვეულია რომ აკონტროლოს ყველაფერი, შეიძლება მაგიტომაც იზღუდება, რომ ამ ორსულობაში და მშობიარობაში და ბავშვის მომენტში უნდა მიენდო სამყაროს. რა თქმა უნდა. ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ დღეს მეცნიერება, კონკრეტულად პერინატალური ფსიქოლოგია და რეპროდუქტოლოგია, უკვე რას ნიშნავს რეპროდუქტოლოგია? ანუ ორსულობის დაგეგმავება ხდება, მაგრამ ეს უკვე ნახე თანამედროვე რა, აი გადაწყვიტა წყვილმა რომ უნდა შვილი და მზად ამისთვის არის. მაშინ ხდება ჯერ ანალიზები, ჯერ შენი ორგანიზმი რამდენი ჯანმრთელი. იმიტომ რომ დღეს ჩვენ საუბრობთ უფრო ჯანმრთელ თაობაზე, ვიდრე, ანუ ჯანმრთელი ადამიანი, ვიდრე რაოდენობაზე, ხო? ანუ დედამიწაზე იყო მომენტი, მაგალითად ეს არის უკვე 90 წლები, მე-20 საუკუნის ძალიან დიდი კრებები ტარდებოდა, დაკვირვებები და უკვე მიხვდნენ, რომ როცა ქალი არის ბედნიერი, შინაგანად
და ფიზიკურად, ფსიქოემოციურად და ფიზიკურად ჯამრთელი ისახება ჯამრთელი ბავშვი, ნაკოფი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მატერიალიზდება, ვითარდება, ორსულობა მიდის ჯამრთელად და იბადება ჯამრთელი პატარა ადამიანი და მერე უკვე დედამიწაზე უფრო ძლიერი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა ეს. ძალიან საინტერესო და ამიტომ ზრუნვა ეხლა ალბათ შეამჩნიეთ ქალზე მიდის ცოტა სხვანაირი საზოგადოებაში, კაცობრიობაში, ქალი გახდა დედამიწაზე, ქალი გახდა ძალიან სერიოზული ობიექტი. ზუსტად იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმში ვითარდება ეს ახალი ცხოვრება. მნიშვნელობა არის იგო-გოგო ვითარდება, ბიჭი ვითარდება ქალზე და ქალის ორგანიზმში და პირველ რიგში ფსიქოემოციური მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, ფიზიკური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს როცა მზად, რას ნიშნავს მზად? სიყვარული, უპირობა სიყვარული. განვითარდა და განვითარებული არის. კი, მე დისერტაცია მაქვს, მაგრამ მე შვილი არ მე მზად ვარ ამისთვის, მე შემიძლია ვაჭრო სიყვარული ჩემ შვილისთვის. ამისთვის შინაგანი რესურსი ქალს უნდა გქონდეს. და როცა ეს რესურსი არ არის, აი მაშინ ხდება აი ესეთი შეფერხებები. და კიდე მე ვიცი რა გარდა იმისა, რომ რესურსი კიდე ბევრ ადამიანს ეშინია. აი ხლა თქვენ რას თქვით, რომ ეშინია რომ დისერტაციას ვერ ვიზავ ერთი არის, ვერ ვიმოგზავნებ, მაგრამ ბევრი კიდე არსებობს, ბევრი შიში, რომელსაც ფიქრობს ადამიანი ქვეცნობიერათაც კი, რომ აი ხშირად ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, ან თუნდაც ის, რომ ბევრჯერ სმენია, რომ აი ისეთი სამყარო არის ეხლა, რომ ამ სამყაროში მეშინია, რომ ბავშვი მოვიყვანო, იმიტომ რომ აი კაცმა არ იცის რა მოხდება, ხვალ ომებია ყველგან, ხალხი ერთმანეთს ჭამს. ან სიამოვნებაში ბევრი რაღაც მიკროშიში და მაკროშიში აქვს დღეს შობლებს, რაც ალბათ მაგასაც აქვს, ხო, რაღაც მოქმედება. რა თქმა უნდა, უამრავი ნიუანსები არსებობს, მაგრამ ძირითადი როცა ქალი შინაგანად სიღრმეში უსაფრთხოებას გრძნობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავის პირველ რიგში პარტნიორთან ერთად. ომი იყოს რა, რამდენი ომები იყო რა, ომში არიბადებოდა ბავშვები, არიბადებოდნენ, რამდენი რთულ სიტუაციებში დედამიწაზე, რამდენი სიტუაციები იყო რთული, იმის რაღაც პანდემიები, უამრავი დაავადებები, მიწისძვრები, უამრავი, ის რაც გავიარეთ. ძალიან რთული სიტუაციები, მაგრამ მნიშვნელობა არ არის, იბადებოდა ბავშვი. ბავშვები იბადებოდნენ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალი იგრძნოს თავს უსაფრთხოდ. ეს არის მისი პარტნიორი, მისი ოჯახი, აი პატარა მისი მიკრა სამყარო. მე დღეს სადღაც წავიკითხე, რომ სამყაროში სულ იქნებაო რა, შეიძლება აი ვულკანების უბედურებაო, მაგრამ შენ თუ შეგიძლია რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, ისე იარო შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნო, ეგ არის, ანუ შენი სიმშვიდე თუ არის დამოკიდებული იმაზე, რომ ვულკანი არ აფეთქდეს, ან ომი არ მოხდეს, ეგ არ ნიშნავს, ეს ნიშნავს სიმშვიდესთან კავშირში არ არის ეგ არაფერთან. ეს არის გარეთ, შენს გარეთ და სიმშვიდე შენს შიგნით. თუ შენ შიგნით სიმშვიდე არ არის და გარეთ არის, მაინც არ ახარ მშვიდად. აი ეს არის ნიუანსი. და პირიქით, გარეთ თუ არ არის სიმშვიდე, მაგრამ შინაგანად რაღაცა ძალა და შენ ხარ რაღაცნაირად მშვიდად, ეს გარე ფაქტორები ნაკლებად შენზე მოქმედებს. კი, ფრთილად ხარ, კი, რაღაც იღებ ზომებს, რომ შეინარჩუნო უსაფრთხო რაღაც პირობები, მაგრამ შინაგანად, მაშინ როცა შინაგანად სტაბილურად ხარ. ამიტომ დიდი აქცენტი ეხლა შინაგან სტაბილურობაზე და ბალანსზე ფსიქოემოციურ და ასე შემდეგ. მე მაგალითად ეს შიშების მე ძალიან შიშა რა ვარ ცხოვრებაში და ბევრი შიში გამაჩნია. ერთი პერიოდი რაღაცნაირად არ ვაღიარებდი, რომ რაც ბევრს ვიფიქრებ. მე პირიქით დავიწყე შეტევა ამ შიშებზე. მე ჩამოვწერე ეს შიშები რა, რომ აი მეშინია მაგალითად აცრების. რა ვქნა, რაღაც ჩემი ის მაქვს, რომ მეშინია, რომ აცრები ბავშვებზე რაღაცნაირად მოქმედება. მე მეშინო და რა იმისად. მე ავიღე და გავწერე ესე, რომ აი გავანაწილე პასუხისგებლობები. აი პირობითად ის, რომ
როგორი იქნები რაღაც ჯანმრთელობა ბავშვის გავანაწილე მოდი ჩემი პასუხისგებლობა იყოს ის რომ მე კარგად შევჭამ რაღაცა მოვლი ჩემ თავს ვივარჯიშებს ვისეირნებ ასე შემდეგ მეორე დავწერე რომ მოდი აი პასუხისგებლობა ხა ექიმზე არის რომ ის წინასწარ რაღაც ანალიზებს გამიკეთებს გამოკვლევს იმასვეს რომ გავიგებ რომ რაღაც და ნუ კიდე არის მესამე ჩამოწერე რაღაც არის რაც არც ჩემ პასუხისგებლობა არც ექიმის შეიძლება ჩემ მეუღლესი ცალკესია იყოს მაგრამ რაღაც არის რაც არის უკვე ბედის პასუხისგებლობა ან იქნება ან არა და აი ესე რომ შემთხვევა რა დავშალე მოკლედ აი ეს შიშები ესეთ რომ გავანაწილე პასუხისგებლობები რაღაცნაირად შინაგანად დავშვიდი და მომეხსნა აი ძალიან კარგია რომ თქვენ იცით მაგ ამ მეთოდს რომელიც აი კოგნიტური მეთოდი რომელიც თქვენ აი ასე ლოგიკურად უდგებით საქმეს ნებისმიერ საქმეს და აი ასე წერთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოვიყვანოთ ჩვენი მიზნები ჩვენი რაღაც თუ გინდა შიშები თუ გინდა რაღაც პროექტები ან სურვილები წერით ხო ხო აი გარეთ ასე ვთქვათ დავინახოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ძალიან კარგი მეთოდია და მე ლოგიკურად ჯერ ერთი მშვიდდები ემოციურად იმიტომ რომ უკვე ხედავს შენი არასნაირი ხედავს უფრო ვიდრე შიგნით ანუ კონტექსტში რო ხარ იკარგები მაგ საკითხებში და როცა ეს გარეთ არის უკვე შენ ხედავ მაგ ყველაფერს და შეგიძლია ანალიზი ლოგიკური ეს ხო ნამდვილად ეგრე ეგ არ არის ეს ჩემზე არის დამოკიდებული ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული და უკვე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკისთვის და შინაგან მდგომარეობისთვის რომ ვიცოდეთ რას ვაკეთებ და სად მივდივართ სად არის ჩემი საქმე სად არის ექიმის საქმე მაგალითად სად არის ღმერთის საქმე მაგალითად იქ რაც შენი საქმე შენ ხარ პასუხისმგებელი ის რაც არის ექიმის საქმე ექიმი არის მაგრამ შენი პასუხისმგებლობა იპოვე ესეთი ექიმი ან მიმართულება რომელიც შენთვის მისაღებია და ნდობა გაქვს ნუ ღმერთი ხა ღმერთი თვითონ აკეთებს ყველაფერს და ასე ვთქვათ და ნუ სამყარო ან ბუნება მნიშვნელობა არ არის ჩვენ ვამბობთ ხო ერთიანი ველი ან ტრანსცენდენტული ცნობიერება როგორც გინდა ეგეც ჩვენ ვართ სხვათა შორის უბრალოდ ეს ისეთი დონე და ისეთი ფაქიზი პროცესი სადაც შეიძლება თუ არ ფლობ ცოდნას ტრანსცენდენტული მედიტაცია. მე მეწერები ქალბატონ ლარისასთან რომ იცოდეთ, მე ბოლოში გაგიზიარებ. უნდა შევისწავლოთ რასედები მედიტაცია. მაშინ უკვე უცნობი ეგ შენთვის ეს შეგრძნება, თუმცა არც ერთხელ ჩვენ მაგ ტრანსცენდენტულ ცნობიერში ვცურავთ ხოლმე ვართ და ასე შემდეგ. მოკლედ ეგრეა, ამიტომ ძალიან კარგი მეთოდია და სწორია აბსოლუტურად. მე მახსოვს მოკლედ ბებიაჩემი იყო გინეკოლოგი და მე ახლა მაშინ ალბათ რეპროდუქტოლოგი არ ერქვათ, მაგრამ ნუ მახსოვს ბავშვობაში მაშინ რეპროდუქტოლოგია არ იყო ხო ალბათ ხა და მუშაობდა აქ მარჯანიშვილზე და იქ დავყავდი ხოლმე რაღაც ტიპის პაციენტები რომ მოდიოდნენ დავყავდი ხოლმე და რაღაც აი მახსოვს პატარაობაში რომ აი ამ იმასთან მქონდა შეხება რომ ბავშვებზე რო იყო საუბარი სულ მახსოვს შეიძლება იმიტომ არის რომ რაღაცა ძალიან გენეტიკურად ბავშვების გარშემო ვტრიალებ იმიტომ რომ სულ მოკლედ თავარი თემა იყო რომ აი ბავშვი რო ჩდებოდა ხოლმე იმიტომ რომ ზუსტად ამ მიმართულებით იყო რა რაღაცა უშვილობის კუთხით და ეს ბავშვის გაჩენა იყო ხოლმე ძალიან დიდი ამბავი რომ აი პაციენტს შვილი გაუჩნდა და მთელი ოჯახი ზეიმობდით ხო კი და მთელი კლინიკა ზეიმობს ჩვენთანაც ეგრეა მთელი კლინიკა ზრუნავს მაგ ორსულებზე და მე მშობიარობა და ბავშვი მაგრამ ახალი ცხოვრება შემოდის, ახალი სინათლე, ახალი თაობა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. ხო და მოკლედ ეს ჩემი ბებიაჩემი რაღაცნაირად სულ რა უსმენდი ხოლმე ძალიან ისეთი პროგრესიული ქალი იყო და ძალიან ჯეროდა მოკლედ ახლა რო საუბრობდით რომ ეს შინაგანი მდგომარეობა როგორ მოქმედებს და მოკლედ რაღაცებს მიზიარებდა ხოლმე და ერთ-ერთი რაც მახსოვს კარგად იყო რომ იძახდა რომ აი თუ ადამიანი არ ორსულდება რაღაც მომენტში არის რომ იქნება მას აწყობსო რა ორგანიზმსო რა რაღაცა ეხლა კი ეძახიან ამას რომ მეორადი სარგებელი და უკვე რაღაც თავის სახელი ქვია მაგას მაგრამ ნუ ბებიაჩემი სხვანაირად იძახდა მას რომ აი იქნებ და რაღაცას ისეც აკეთებ ეხა შენ რომ ამ არა დაორსულებით ორგანიზმი პირიქით სარგებობს მაგალითად რომ აი ეხლა რომ გინდა დაორსო დადიხარ შეკაფებს იკეთებ იმოწმებ ჯანმრთელობას ან ჯანსაღად იკვებები რაღაც და
ორგანიზმა ქვესნებურად იცის რომ თუ დაორსულები всё მორჩება და მე ეს კარგი პერიოდი გაჩერდება. კი, აბსოლუტურად სწორია. ანუ არ არის აქ რაღაცა, თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს ფიზიკური რაღაც დაავადებები ან მიზეზები, რომ ორსულობა არ დგება, ეს უკვე მაშინ მკურნალობა მიდის, მაგრამ არის კიდე ერთი ნიუანსი. პარტნიორთან შეიძლება ეს გიყვარს შენი პარტნიორი, ანუ მეუღლე, მაგრამ შენი კვერც უჯრედი წინააღმდეგება. კი, ეგეც სხვადასხვა შესაძლებელია. პერინატალურ ფსიქოლოგიაში ძალიან ბევრი, ძალიან თანამედროვე მიმართულება. საერთოდ ეს მიმართულება ფსიქოლოგიაში განვითარდა 90 წლებში უკვე ბოლოს, როცა ჩვენ უკვე იყო ეს ეხოსკოპიები, ანუ ჩვენ უკვე ხედავდით, როგორ ცხოვრობს ბავშვი მუცელში. ეს ცალკე ცხოვრება. მე რომ ინსტიტუტში ვსწავლობდი მაგალითად, საერთოდ პერინატალური ფსიქოლოგია რა არის? არისო ეს მიმართულება. ბევრი რამე არისო სხვადასხვა, მათ შორის მაგალითად აუტიზმი, გიპერაქტიულობა, რაც მერე უკვე შემოვიდა. და სახელი დაერქვა. ხო, და სახელი დაერქვა. შეიძლება ფენომენი არსებობდა, მაგრამ სახელი არისო ეს ერთი. მაგრამ ჩვენ ვიცოდით ეგრე, რომ ბავშვი ისახება, ყველა ორგანოები ვითარდება ბავშვი მუცელში, როგორც ძალიან დაცულად, როგორც ტანკში ზის და არაფერი. მერე როცა იბადება, მერე იწყება ორგანოების მუშაობა და პროცესი. და ბავშვთა ფსიქოლოგიას რო ვსწავლობდით, მაშინაც იყო ეგრე, რომ ბავშვის აღზრდა მიდის მშობიარობის მერე. ეხლა ჩვენ ვამბობთ, ბავშვის აღზრდა ჩასახებიდან მიდის და უკვე დღეს ვამბობთ 9 თვე მანამდე სანამ ჩასახება იქნება. სასწაული არის, სასწაული. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ მუცელში ბავშვი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. არ არის დამოკიდებული დედის რეჟიმზე, მაგალითად დედის პრიორიტეტებზე, დედის დაუშვათ მოსწონს ერთი სუნამო, ბავშვს ეგ შეიძლება აი ასე გააკეთებს, ან პირიქით რაღაც მუსიკა მაგალითად ბგერები დედას არ მოსწონს, ბავშვს მოსწონს. ანუ იქ უკვე არის ჩადებული გარკვეული კოდი, რომელიც უბრალოდ მატერიალიზდება. და სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში ვისწავლოთ, როგორ გავიგოთ, როგორ ვიგრძნოთ ჩვენი შვილი, როგორ ბავშვთან ურთიერთობა უკვე მოსაწყო პერიოდში. აი თქვენ მაგალითად, თქვენი ორსულობა პირველი ბავშვი და მეორე 10 წელი განსხვავება, ხო? ანუ მეორე შვილი ისე პირველი შვილია ფაქტიურად. მაგრამ აი თქვენი მიდგომა, თქვენი ცოდნა ალბათ უკვე სხვანაირია. აი ჩემთან მაგალითად უფროსი ბავშვი, უფროსი და მეორე ბავშვზე 5 წელი განსხვავება და მესამე ბავშვი 6 წელი. და პირველი როგორც მახსოვს ძალიან კარგად დაწერილი იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ღამე ძუძო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს ტირის ეს ბავშვი დედა მეუბნება, მშიერია შენი შვილი მიიწე, არა არ შეიძლება იქ წერი ეს. სპოკმა თქვა თვარჩი ვინ იყო მაშინ. იქ იყო ეგრეთი, ბევრი მარტო სპოკი არა. და უკვე მეორე, მესამე ბავშვი რა თქმა უნდა უფრო მშვიდად დედა უკვე მშვიდად არის და რა თქმა უნდა მეორე და მესამე ბავშვი და შემდეგი ბავშვები სხვანაირები არიან, ეგეცაა. სხვადასხვა ძალიან კაი წიგნი არის, ერთი ეს birth order ქვია და შობადობის რაოდენობა თორემ რომელიც წავიკითხე და იქ გაოცებული ვიყავ რამდენად მნიშვნელობა აქვს რომელი გაჩნდა ბავშვი. ისიც კი ახლა მე პირველი სანამ უფროსი შვილი გამიშთა მამამდე ერთი არაშემდგარი ორსულობა მქონდა და ფაქტიურად ეს ჩემი შვილი ილია, რომელიც პირველია, ითვლება მეორედ, იმიტომ რომ ის რაღაც პირველი ორსულობის პირველი ორსულობა მოშლა იყო, ხო და ანუ ისიც კი და რაღაც მომენტში მახსოვს რომ ილიას მოუღები რომ იცოდე მეთქი მანამდე ეს იყო, იმიტომ რომ შეგზნებით, იმიტომ რომ შეიძლება ხედავს რომ პირველია, მაგრამ შეგზნება პირველი შვილის არა აქვს და მინდოდა რომ გასწორ, არ ვიცი რამდენად, მოკლედ კარგად ამოხსენიე. ერთ კონფერენციაზე ვიყავით და ჩემი თემა იყო ცხოვრება და ბადებამდე და ერთი ქალბატონი ევროპიდან ძალიან საინტერესო თემით გამოვიდა, სად მიდიან არადაბადებული ბავშვები. ძალიან საინტერესო თემა. ნახე და სისტემიდან, წინაპრების სისტემიდან, საგვარეულო სისტემიდან არსად არ მიდის. რჩება. და ნახე
ტაბუდადებული არის ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში უკვე სამყაროში ნაკლებად, მაგრამ მაინც ტაბუდადებულია, როცა ბავშვი არ დაიბადა, ამ ბავშვზე ან ლაპარაკია, ან დაიბადა და გარდაიცვალა, ნაკლებად ამაზე ლაპარაკობ და ეს ითვლება, რომ არ შეიძლება ამაზე გლოვა, აი ეს ემოცია არავითარ მე წერილი დავუწერე. სწორი, აი თქვენ ნახეთ, სპონტანურად სწორად გააკეთეთ, აბსოლუტურად და მაგ ბავშვებზე, ანუ ადამიანებზე, ვინც დატოვა სხეული, მნიშვნელობა არ არის მუცელში ან როცა დაიბადა, ესე იგი უნდა ვილაპარაკოთ ისე, როგორც აი მაგალითად, ადამიანი ცხოვრა დედამიწაზე, დატოვა სხეული და გარდაიცვალა, სადღაც გარდაქმნა მოხდა, ხო? პირნატალურ ფსიქოლოგიაში არის ეგეთი ცოდნა, ასე ვთქვათ, რომ ჯერ ერთი უკვე ჩვენ ასე ვამბობთ, რომ სიკვდილი არ არსებობს, ანუ არსებობს გადასვლა ერთ მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში, ეს უკვე მეცნიერად მიღებულია და ეს არ არის ეზოთერიკა და რაღაცა მისტიკა და ბავშვზე, რომელიც ტოვებს თუ გინდა მუცელში თავისი სხეული, არ ვამბობთ სიკვდილზე, ვამბობთ ბავშვი დატოვა თავისი სხეული იმისთვის, რომ მისცეს დრო და საშუალება მშობლებისთვის უფრო მოამზადოთ საკუთარი თავი ბავშვისთვის. და როცა აი ვმუშაობთ ორსულებთან, ან ეგეთ ადამიანებთან, ვისთანაც მოხდა ეს, ეგეთ ქალებთან, ვასწავლით, როგორ ბავშვთან უნდა ილაპარაკო. ბავშვი შენთან არის. კი, ფიზიკურად არ არის, მაგრამ შენთან არის, ინფორმაციულად შენთან არის. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ ერთი ქალისთვის ძალიან კარგია ეს, იმიტომ რომ განიცდის, მარტო ქალი არა, მამაკაცი და საერთოდ ოჯახი და ოჯახში ტაბუდადებულია ამაზე ლაპარაკი, სირცხვილი ამაზე ლაპარაკი. მეორე ხარისხოვანი ქალი გამოდის, რომ ეგრე არ გამოვიდა ან ოჯახი, არავითარ შემთხვევაში. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რომ ეგრე მოხდა, ესე იგი ეგრე მოხდა. კიდევ არის ნიუანსი, რომ მაგალითად ადრე, როცა აი თვითნებითი აბორტის საშიშროება იყო გინეკოლოგიაში მიღებული ყველაფერი გააკვეთე იმისთვის, რომ ეს ორსულობა შევინარჩუნოთ. წამლებს ვამდა ქალი რაღაც რეჟიმში, გარკვეულ რეჟიმში იყო. ეხლა ეგრე არ არის. თუ საშიშროება არსებობს, ესე იგი არ არის ძლიერი ბავშვი და არ უნდა დააძალო დავტოვოთ თავის სხეულში წარმოიდგინეთ. რა საინტერესოა და ეხლა სხვადასხვა გამახსენდა იმ დღეს შევხვდი ერთ-ერთ წერალს, რომელსაც ოღონდ არ არის ქართული დაწერილი აქვს წიგნი, აი სიკვდილზე ბავშვებისთვის. და ის იძახდა, რომ ადრე როდესაც სიკვდილი ძალიან მიღებული რაღაც იყო, ამაზე ძალიან თავისუფლად ლაპარაკობდნენ. ჩვენ ერაში როცა უკვე ფაქტობრივად შეიძლება ადამიანმა ისე იცოცხლოს დიდ ასაკამდე, რომ არავინ გარშემო არ გარდაიცვალოს და ბედნიერია ეგ ადამიანი, მაგრამ ფაქტობრივად ეგრე არის ძირითადად და ამიტომ იმდენად არ გვაქვს საერთოდ საუბარი, იმიტომ დავშორდით რა სიკვდილისგან, რომ არ არის საუბარი ამ სიკვდილზე, ამიტომ რაც კი რამე ისმის, ანუ ეგრევე იკეტება, ჩუმდება ბავშვებს არ ველაპარაკებით სიკვდილზე, იმიტომ რომ არ არის ყოველს გვაქვს ეს შიში და ან ეხლა რასაც ამბობდით, ზუსტად გამახსენდა, რომ იმიტომ რომ დაშორდა ახლა ეგ ჩვენგან და ეს არის არაკომფორტული და ამიტომ სიკვდილის შიში თქვენ რო ამბობთ აი შიშებზე ყველაფერი თითქმის შიში ან მშობიარობის შიში ან ბავშვის მნიშვნელობა არის ნებისმიერი შიში ეს არის სიკვდილის შიში სიღრმეში და ეგ ბუნებრივია და ჩვენ ფსიქიკაში და ფიზიოლოგიაში უნდა იყოს არსებობს სიკვდილის ინსტინქტი არსებობს სიცოცხლის ინსტინქტი სიცოცხლის ინსტინქტი ბუნებრივად უფრო ძლიერი ვიდრე სიკვდილის სხვანაირად არ ევოლუცია არ იქნებოდა გინდა კაცობრიობაში გინდა პირადად და მაგრამ ეგ არსებობს და ნახე რა საინტერესო არაკომფორტულია ეს და ნელ-ნელა არაკომფორტული არის თემა სიკვდილის ძალიან ხშირად და ნახე ნელ-ნელა შორდება რა შეხედე ჩვენ ეხლა სპეციალური ადგილები არის სადაც დაუშვათ ადამიანი გარდაიცვალა და სახში არ არის სპეციალურ ადგილებში დაუშვათ იმიტომ რომ არაკომფორტულია როცა სახში არის ერთი მხრივ სწორია მეორე მხრივ უკვე ეს ფენომენი
სიკვდილის რაღაცნაირად ხდება ხო თითქოს ჩვენში მაინც არსებობს უბრალოდ სადღაც დამალულია ერთი ადამიანი ეკითხება მონაზონს რატო ყველა მონასტრები ან მონაზონების ან ბერების ადგილები უფრო ახლოს სასაფლაოსთან არის პასუხი იყო ეგეთი უნდა ეს იმისთვის რომ სულ გვახსოვდებს რომ სიკვდილი არსებობს და იქ ეს უკვე სხვა ლეველი სადაც მატერიალური ჩემი სხეული არ არის მაგრამ არსებობს ის ვინ სინამდვილეში მე ვარ და ეს მუდმივად რომ გახსოვდეს ბერი და ილოცოს ან იყოს რაღაც ასკეზაში რომ იმუშაო თავის სულიერ ну ეს ეგეთი იქ ეგეთი მიმართულება მისცეს მაგრამ სინამდვილეში ეგრეა ნახე არ არის მიღებული სიკვდილზე ლაპარაკი მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ლაპარაკობთ სიკვდილი არ არსებობს არსებობს გადასვლა, გარდაქმნა და როცა მიდგომით ხარ და იცი ეს ყველაფერი იცი რომ ხარ ერთდროულად ატომები მოლეკულების ნაწილაკი ველი სინათლე ბგერა და ასე შემდეგ უკვე სხვანაირად ხარ სიმშვიდე გაქვს სიმშვიდე მგონია რომ ისეთი მნიშვნელოვანია სიმშვიდის ნაწილი და ახლა რა იძახდით თქვენ რომ კი შეიძლება ადამიანს ფიზიოლოგიური რაღაც პრობლემა ქონდეს, რის გამო ვერ სრულდება. აი რაღაცნაირად ეგეთი ის ქონდა კიდე ფიქრად, რომ ადამიანს ხო აქ, რა თქმა უნდა, ცნობიერი, მაგრამ ქვეცნობიერში ხო აქ რაღაცა პრობლემები ან შეზღუდვები, მაგრამ ის რამენერთ იმახოვნა ანახოს ცნობიერს, ეგ და სხვა რითი ანახებს თუ არა ფიზიკური გამოვლინებით. ამიტომ შეიძლება თუნდაც ის პოლიკისტოზი თუ რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ქვეცნობიერი არ სრულდება, იმიტომ რომ თავისი მიზნები აქვს, რატო არ სრულდება იქ რესურსი არა ის მაგრამ ეს ამას ანახებს პოლიკისტოზით. აბსოლუტურად. ყველა დაავადება ან რაღაც ეგეთი პრობლემა ორგანიზმში ითვლება ფსიქოსომატური. ნებისმიერი გინეკოლოგიური, ანდროლოგიური მარტო ქალებთან არა, მამაკაცებთანაც არის რაღაცა პროცესები ხო, რომელიც აჩერებს რეპროდუქტიულ პერიოდი და პროცესი. ეს ყველაფერი ითვლება ფსიქოსომატური, რაც ნიშნავს, ანუ ფსიქიკა, აზროვნების მოდელი შეიძლება მიზანდასახულად ნაკლებად ადამიანი ფიქრობს არ მინდა, თუმცა ეგრეც არის უკვე დღეს არ მინდა, უფრო თავისუფლება მინდა, არ მინდა ოჯახი, არ მინდა დაუშვათ შვილი, არ მინდა და მიზანდასახულად არ უნდა და ცხოვრობს თავისი ცხოვრებით ადამიანი. მაგრამ აუცილებლად მოდის ისეთი პერიოდი, ძირითადად 30-ის, 40-ის წლის მერე რომ ბეზრდება ის ერთლა ხო ესეთი ცხოვრება და ეს ბუნებრივი პროცესია რომ შენ გინდა უკვე კონკრეტულად შენი ფესვი, შენი ოჯახი, შენი სამყარო, შენი კონკრეტულად სადაც კონკრეტულად შენ ხარ და შენი ასე ვთქვათ ადამიანები. თქვენი გამოცდილებით ახლა ამდენი პაციენტი ყავთ, აი რა საკის ადამიანებს ყველაზე გვიანი რა ასაკის ადამიანმა შეიძლება რომ იმში გააჩინოს. არის შემთხვევები, როცა 64 წლის ასაკში, 60-ის, 50-ის ბუნებრივად, ხელოვნურად არა. არის ეგეთი, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა, აქ ორგანიზმზე მიდის ჯანმრთელობაზე ორგანიზმის ეს ბუნებრივად უფრო ნაკლებად ჯანსაგი ხდება შენი ხრამასომები, შენი დნმ უკვე იფითება ორგანიზმი და ეს უკვე იქ რაღაც ცვლილებები გენეტიკოსი ილაპარაკებს ამაზე მე ზოგადად შემიძლია ვუთხრათ რომ სასურველი რატო სასურველია 35 წლამდე ძირითადად მაქსიმუმ 40 წლამდე. ეხლა ვარ 40. ხდები 40-ის. მოგისმენთ? არა, უშავს მეორე და მესამე ბავშვი დაიბადა 37-ის და 36-ის. აი 32-ის პირველი ბავშვი, ამიტომ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ეგეთი წესი, მაგრამ სასურველია. მივხვდი კი, რა თქმა უნდა. სასურველია. მითუმეტ ეს თქვენ შემთხვევაში 40 წელი, მაგრამ უკვე პირველი ორი ორსულობა არსებობს და მშობიარობა და შვილი არსებობს, აქ უკვე ასე ვთქვათ თქვენი ორგანიზმისთვის ეს
ეს ბუნებრივი პროცესი, არ არის უცნობი პროცესი. შეიძლება ცნობიერისთვის დაუშვათ დიდი მანძილი ბავშვებს შორის თუ არის და თითქოს დავიწყდა შენი ფსიქიკა ეს ყველაფერი. მაგრამ ეს ზედაპირზე შინაგანად შიგნით ინფორმაცია არსად არ ქრება. ჩვენ უჯრედებიდან, ჩვენ ინფორმაციულ ველიდან არსად არ ქრება. პირიქით, უკვე შენი ინფორმაციული ველი იცის, რომ ეს ძალიან სწრაფად გაახსენდება და უფრო მარტივი იქნება პროცესი. სადღაც გითხოვდი თუ შობიარობ უფრო დიდ ასაკში რა, ეხლა 15-40, უფრო დიდი შანსი გაქვს, რომ დიდი ხანი იცოცხლო, სადღაც წავიკითხე. რა თქმა უნდა, და საერთოდ რა არის ჩვენი უკვდავება? ეს არის ბავშვები. იმიტომ რომ ბავშვებთან ერთ თავიდან იბადები? კი, ეს ერთი. აი, ზუსტად გძნობ, რასაც მეუბნები. ორსული ქალი ამ ტრიმესტრებში გადის. არ ცნობიერად რა თქმა უნდა. და ცნობიერადაც კიდევაც ხასიათი იცვლება, მარტო გორმონების მიზეზი აქ არ არის. ბავშვთან ერთად გადის რაღაც პერიოდი, თავისი მოსაწყო პერიოდი. ეგ შესწავლილია. სასწაული. და თუ რამე პრობლემა ქონდა ბავშვს, როცა თავის დროს მუცელში იჯდა თავის დედიკოს, ეს ამოტივტივდება, ამიტომ როცა ფსიქოლოგი ჩართული არის ორსულობის პერიოდში, არის რაღაც პათოლოგიები, როცა ფსიქოლოგთან ერთად გავდივართ და იმ მომენტი, როცა თვითონ იყო მოსაწყო მუცელში, ასე ვთქვათ, ეგ შეიძლება არ იცის, მაგრამ ზოგჯერ დედასთან ვსაუბრობთ, ან გავდივართ იმ დროის, ასე ვთქვათ, გინდა ტრანსულ მდგომარეობაში, გინდა ის ლაპარაკის დონეზე. ანუ არის ტექნოლოგიები, რომელიც აბრუნებენ იქ და იქ მიდის მუშაობა. მე გამიბლია ეგ ახლა მეც რომ სესიები რომ აქ ხოლმე ჩემ თერაპიაში, ანუ ზუსტ მე ეგ რამოდენიმეჯერ აი ეგ მომენტი რომ უცელში დედასთან ეგ გამიბლია. ინფორმაციულად იცვლება უკვე პროცესი და აქ მატერიალურ უკვე დონეზე და თანამედროვე დროში იცვლება შენი რეაგირება, შენი ყველაფერი და შენი ბავშვი შენ მუცელში უკვე სხვანაირად გრძნობ თავს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რადგან უკვე ბნელნოა ბოლოსკენ მივდივართ, მაინც მინდა გკითხოთ. პირველი რაც მინდა და მე კითხა არის ის, რომ მე თვითონ რა ვიყავი ამ გზაზე 10 წლის წინ, მაშინ რაღაცნაირად ვერ მოვიძია კარგად ინფორმაცია. ხო არ უთხრათ ჩვენ მსმენელებს რადგან ახლა გვისმენს ზუსტად ვიცი მარტო ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ხარ მგონია სხვა ადამიანს ეს თემა ინტერესებს. როგორ შეიძლება რომ თქვენამდე მოვიდეს ქალბატონ ლარის? აი თქვენ ცენტრში, ან აი როგორ, იმიტომ რომ იმდენად ფაქტობრივად მგონია რომ მარტო თქვენ ხართ ამ თემასთან დაკავშირებული საქართველოში. აი ზუსტად ჩვენი კლინიკა ვენუს ჯორჯია, ეს სამეცნიერო-გინეკოლოგიური რეაბილიტაციური ცენტრი, რომელიც დაფუძნებული იყო 2004 წელს და ჩვენ ზუსტად დავიჭერეთ ესეთი ნიშა. ნათია შარაბიძე არის მიან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, დირექტორი მაგ ცენტრის, მანანა აბულაძე, უძლიერესი გინეკოლოგი, რომელიც აი წლები, ალბათ 50 წელი მაგ სფეროში არის. მე ავიღე ეს ნიშა პერიოდალური ფსიქოლოგია, იმიტომ რომ შევხვდით ქალბატონ მანანას, სადღაც შევხვდით ერთმანეთს, მე მაშინ ნეიროლინგვისტური პროგრამირებას სწავლობდი, ძალიან მაინტერესებდა და ძალიან მასე ვლაპარაკობდი და ქალბატონ მანანა მეუბნება, რომ აი ჩვენ ვხსნით რაღაცა ის რეაბილიტაციური ცენტრი და მთელი საქართველოში არც ერთი პერიოდალური ფსიქოლოგი არ არსებობს. არ არსებობს. შენ არ შეგიძლიაო აიღო ეგ ყველაფერი. ნუ მაშინ ჩვენ რო სწავლობდით ფსიქოლოგიას და ვამთავრებდით ინსტიტუტებს, ეს მიმართულება ეს იყო საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა კავშირის პერიოდი. და ის ეგეთ მიმართულება მარტო ამერიკაში არსებობდა, არ არსებობდა საბჭოთა კავშირის და მაგ სივრცეში რა, ჩვენ სივრცეში. მე მახსოვს, მე მივედი ერთ პროფესორთან, დიმიტრი ოზნაძის ინსტიტუტი იყო, ესეთი ძალიან ძლიერი, ეხლაც არსებობს ეს ინსტიტუტი, ეს მეცნიერთა კრებები ტარდება იქ, თეიმო გუტიშვილი გემზვანელობს თქო და ვკითხე ვინმე არის, აი ვისთან შემიძლია ეს ინფორმაცია მივიღო. ძალიან კარგად მახსოვს. მე
მეუბნება არ არსებობს საქართველოში. არავინ არ არის, მაგრამ რად გინდა შენ? აი შენ თვითონ განვითარ ეს ყველაფერი. დამჯექი ბევრი რამე ვისწავლე, მე გავიარე რაღაცა კურსი და დავიწყეთ ჩვენ უბრალოდ ნახევარი წელი უბრალოდ ინფორმაციას ვაძლევდით საზოგადოებას. რა არის პირნატალური მიმართულება და რა არის პირნატალური ფსიქოლოგია. თვითონ ექიმები, გინეკოლოგები არ იცოდნენ ამ ყველაფერს. სულ სხვა შეხედულება იყო. ჩემთვის ამ მომენტისთვის მე უკვე ვარ სამი შვილის დედა. ის რაღაცები რაც მე თვითონ დავინახე და ვისწავლე იმდენად ფართო საინტერესო თემა, რომ თქმა უნდა ძალიან და გვაინტერესდა ეს უკვე მე შექმნით უკვე მშობელთა სკოლა, ეხლა ეს მშობელთა სკოლა მუშაობს, იქ მომზადება ორსულების და მშობიარობისთვის ხდება, იქ ფსიქოლოგი მუშაობს, ნეონატოლოგი მუშაობს, გინეკოლოგები და ნუ ძალიან საინტერესო. ამიტომ ასეთი თქვენ კითხვაზე არის ეს ვენუს ჯორჯი. ვენუს ჯორჯი. და რო რაღაც ისე ნოტაზე რო დავასვა, თქვენი აზრით, აი ადამიანი რომელიც გვიყურებს ახლა და აქვს აი ამ თემასთან, ну მოკლედ პრობლემა აქვს, ძალიან უნდა დაორსულება და ზუსტად ვიცი რომ ცოტა სასოწარკვეთაში არის, იმიტომ რომ ცადა ისეც, ესეც ცადა რაღაცე პროცედურების ეს და რეალურად იმედი რომ მივცეთ, რომ მოგვარებადი არის ეს მოგვარებადი. მოგვარებადი აბსოლუტურად. ჯერ დღეს უკვე იმდენად ჯერ ეს ცოდნა გვაქვს რა ხდება. ვხედავთ რა პროცესი ხდება. ხდებათ უჯრედების დონეზე. ვხედავთ რა პროცესი ხდება. გვაქვს საშუალებები, გვაქვს ტექნოლოგიები, სხვადასხვა, გვაქვს მედიკამენტოზი, გვაქვს ისეთი აპარატურა, რომელიც აძლევს საშუალებას ყველაფერი დავინახოთ. გვაქვს ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული ცოდნა და ნამდვილად მოგვარებადია აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონს ამ თემაზე რომ ესაუბრეთ, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მე რა გამოცდილებებიც მაქვს ხოლმე გამოვლილი, მინდა რომ და რადგან წარმატება მივიღე ამ გამოცდილებებში, მინდა ხოლმე რომ ბევრ ადამიანს გაუზიარო, რომ ვაჩვენო, რომ აი მე შევძელი და შესაძლებელია და რა თქმა უნდა. და მადლობა რომ ეხმარებით. თქვენ გაიარეთ როგორც ხედავთ, ძალიან სწორად მიდიოდეთ, სწორად მუშაობდით საკუთარ თავზე. თქვენ გაიწოვეთ ის ღობე, რომელიც არ აძლევდა საშუალება, რომ ჯანსაღად დაორსულდეთ და ძალიან ბევრი ნიუანსები არსებობს. ეს იმხელა უზარმაზრი თემა, რომ მაგ თემაზე შეიძლება ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი. ჩვენ წერ, ჩვენ Facebook გვერდზე გვაქვს გვერდი, სადაც ბევრ რამეზე ვწერთ, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ცოტა მაინც რთულად მიდიან ჩვენი ქალები მაგ მიმართულებით. რაღაცნაირად მადლობა ფსიქოლოგთან მაგალითად. აი ზუსტად ვიცი, რასაც იძახით, იმიტომ არის ალბათ, რომ არ ფაქტიურად არ არსებობს ეს თემა, მართლა ქართულ ენაზე ინფორმაცია რომ მიიღო ფსიქოლოგიურად, როგორ დაეხმარო რეპროდუქციას არ არსებობს და მადლობა თქვენ რომ ამას მიუხედავად იმის რომ გზას ყვალავთ და პირველები ხართ ამდენი წელია, მადლობა რომ არნებდებით და ეხმარებით ამდენ ადამიანს. და მადლობა რომ ეს თემა თქვენ, იმიტომ ჩვენთვის არის ეს ძალიან სერიოზული თემა, ჩვენ 20 წელი უკვე არსებობს ვენუს ჯორჯია. 20 წელი ჩვენ მაგ თემაზე, კონკრეტულად მე ვენუს ჯორჯიასთან ერთად მაგ თემაზე, კი იმის გარდა სხვა თემები მაინტერესებს და სხვა თემები მიმართულებები მაქვს და ვმუშაობ, მაგრამ ეს თემა ძალიან საინტერესოა და რაღაცნაირად არ არის რეალიზებული ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში. და იქნებ მოკლედ ამ ეპიზოდმა ცოტა წყალი დაასხას ამ თემის. ძალიან კარგი იქნება. მადლობა დიდი ყველაფრის. დიდი მადლობა.